გამშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ქალების ნარატივის დროა მელიკა მიგუთნიშვილი ვარ და მომდევნო 1 საათის განმავლობაში გამორჩეულ საქმიანებთან ერთად საინტერესო ამბებს გაგიზიარებთ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ბიზნესის განვითარებაზე, იმ ლოკალურ გამოწვევებზე, რომლებიც კონკრეტულ რეგიონებს აწუხებთ, განსაკუთრებით სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში პარალელურად იმ გლობალურ შესაძლებლობებზეც გვექნება სწორება, რომლებიც ქართულ კომპანიებს უცხოურ კაპიტალთან აკავშირებს. გადაცემის პირველ ბლოკში ანაკლიაში დავინაცვლებთ, გავაანალიზებთ ტურისტულ სეზონს კურორტზე, რომელმაც დაკარგა საერთაშორისო ფესტივალები და ახლა სრულად შიდა ტურიზმზე არის დამოკიდებული. რა სირთულეების წინაშე დგანან ადგილობრივი სასტუმროები გაზრდილი ხარჯების ფონზე ბიზნესის ხმას მოვისმენთ. მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ ვენჩურულ კაპიტალსა და ეგრეთ წოდებულ გავლენაზე ორიენტირებულ ინვესტირებაზე, როგორც შემოჰყავს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში ესტონური და სამხრეთ კორეული საინვესტიციო პლატფორმები და რას ნიშნავს ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ვრცლად და დეტალურად ამ თემებს სტუმრებთან ერთად დავფარავთ, მაგრამ და კი ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს და გადავხედოთ. აზიის ბანკის განახლებული პროგნოზით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური ზრდა წელს გასული წლის 5.4%-თან შედარებით 4.7%-მდე შენელდება, ხოლო ინფლაცია 3-დან 5.2%-მდე მოიმატებს. პროგნოზის განახლების მიზეზად კონფლიქტით გამოწვეული გრძელვადიანი შეფერხებების გამო ენერგიის ფასები სახელდება. საწვავის ფასის გაძვირების გამო აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 5.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.7% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად ყველაზე მეტად 10.3%-ით ფასები ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა, რაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირდება. სურსათის ჯგუფში ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი, კომუნალური გადასახადების მიმართულებით კი ზრდა 6.5%-ია. გზავრების საქალაქთა შორისო გადაყვანები ძვირდება. ეს ინფორმაცია BMG-ის ავტოსადგურ ოკრიბას იურისტმა პაატა ყავაძემ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ცალკეულ მიმართულებებზე მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა. მისი განმარტებით გზავრობის გაძვირება საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა, სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა კი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო. მუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე ლათათია აცხადებს, რომ დღეს სექტორი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა, მაშინ როცა ენერგომატარებლების დეფიციტისა და ლოგისტიკური შეფერხებების გამო პროდუქციის თვითღირებულება იზრდება. საერთაშორისო ბაზრებზე გასაყიდი ფასი კი პირიქით მცირდება. როგორც მან გადაცემა ანალიტიკაში ისაუბრა, დღეს მიწოდების ჯაჭვი მსოფლიო მასშტაბით პრაქტიკულად მოშლილია. საქართველომ 2026 წლის იანვარ-მარტში 10.541.400 დოლარის ღირებულების 1981 ტონა ხაჭო და ყველი შეიძინა. შედარებისთვის 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 8.700.200 დოლარი იყო, ხოლო მოცულობა 1673 ტონას შეადგენდა. მონაცემების მიხედვით წლიურ ჭრილში ზრდა ფიქსირდება როგორც ღირებულების, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. ანაკლიაში უცხოეთიდან ტურისტი კარგახანი არ შემოსულა. ეს არის იმ რთული რეალობის აღწერა, რომელშიც დღეს კურორტზე მოქმედი ბიზნესები ოპერირებენ. სასტუმრო თეთრი სახლი ანაკლაშის დამფუძნებელი მარინა თოდუა ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის მოლოდინები კვლავ მხოლოდ შიდა ტურიზმზე არის დამოკიდებული. უცხოელი ვიზიტორების ნაკადი წლების განმავლობაში შემცირდა და კურორტი საერთაშორისო ფუნქციის აღდგენას ვერ ახერხებს. სასტუმრო სტუმრების მიღებას მაისის მეორე ნახევრიდან გეგმავს და ამ ეტაპზე ჯავშნები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ემოდის, რომლებიც მხოლოდ ერთი ღამით რჩებიან. ტურისტულ დინამიკას პირდაპირ ურტყავს ღონისძიებებისა და ფესტივალების ნაკლებობა, რადგან ანაკლია თავისი პოტენციალით სწორედ საფესტივალო მიმართულებაა, როგორ ახერხებს ბიზნესი გადარჩენას ასეთ არასტაბილურ გარემოში და რა პერსპექტივა აქვს ანაკლიას. ჩვენი სტუმარია თეთრი სახლი ანაკლიაში დამფუძნებელი მარინა თოდუა, რომელიც გვერდდება ახლა ანაკლიდან პირდაპირ ეთერში.
მარინა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენი დროისთვის და პირველად ხართ ჩვენთან და მინდა რომ სანამ არსებულ სტატუს-კვოს მიმოვიხილავდეთ, რაც ხდება და როგორც ხდება კურორტზე, მინდა რომ თქვენი სასტუმროს გაცნობით დავიწყოთ. როდის, როგორ გაჩნდა იდეა, რომ თქვენი ინვესტირება უნდა გაკეთებულიყო სწორხაზოვნად სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და ამ სასტუმროს შესახებაც მოგვიყევით, მისი განვლილი გზა და დღევანდელობამდე, ასე ვთქვათ, მოსასვლელი ეტაპები რა გაიარეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. აქამდე მოსული გზა ძალიან რთული იყო, გადაწყვეტილების მიღებაც რთული იყო. მოგეხსენებათ, უკვე მე-10 წელია ჩვენ რაც ბაზარზე ვართ და ეს არის ჩემი მეუღლის ბებია ბაბუის ოჯახი, ძირი ტრადიციული ოჯახი ცხოვრობდა აქ. ჩვენ არ ვიცხოვრი ანაკლიაში, თბილისში ვცხოვრობთ ეხლაც და სეზონურად ჩამოვდივართ. როცა გარდაიცვალნენ მერე ან უნდა გაგვეყიდა ეს ადგილი, ან უნდა აგვეშენებინა და რაღაც ახალი უნდა გაგვეკეთებინა და უფრო მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ რახან ეს იყო წინაპრების დანატოვარი არ გაგვეყიდა და დიდი რისკის წინაშე ვიყავით, მაგრამ მაინც გავაკეთეთ და აქამდე მოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაინც მოვახერხეთ იმდენი, რომ ჩვენი ნიშა გვაქვს ანაკლიაში და ჩვენი სათქმელი ვთქვით. ქალბატონო მარინა, ძალიან საინტერესო არის გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 10 წელი აკვირდებით, როგორ იცვლება ტენდენცია და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში რა დინამიკა იკვეთება. საინტერესო არის რა იყო 10 წლის წინ, რა მოგცათ мотиваცია, რომ სასტუმრო გაგეხსნათ და უკვე დღევანდელი გადმოსახედი და როგორ შეიცვალა არსებული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. არსებითად შეიცვალა. აი სანამ ეს 10 წლის წინ, 12 წლის წინ ანაკლია საერთოდ მონიშნულიც არ იყო ალბათ რუკაზე, ერთადერთი რომ ენგური უერთდებოდა შავ ზღვას, იმიტომ რომ ზღვამდე ვერც მიხვიდოდი, აი მისასვლელი გზა არ იყო, ბულვარი არ იყო, სანაპირო არ იყო და ეს გაკეთდა ყველაფერი არაჩვეულებრივად, მერე გაკეთდა საფეხმავლო ხიდი, რომელიც აკავშირებს ანაკლიას განმუხურთან. აი ანაკლია იმითაც არის გამორჩეული, რომ აქ არის სუბტროპიკული ჰაერი, როგორც აფხაზეთის. როგორც კი ამ ხიდს გადახვალ, ეგრევე იგრძნობა აფხაზეთის ჰაერი. და იქ არის ქვიანი სანაპირო, აქეთ ანაკლისკენ არის ქვიშიანი სანაპირო და სხვათა შორის მაგნიტური ქვიშაა, არ არის ეს ასე მაგის რეკლამა, თორე ნაკლები არ არის ურეგზე ანაკლის ქვიშა მაგნიტურობის მხრივ. და ჩვენი იდეა უფრო წამოვიდა იქიდან, რომ რახან პირველი ფესტივალი გაკეთდა ანაკლიაში, დიდი სტუმარი მივიღეთ, ბევრი ხალხი იყო სტუმრები ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნიდან, უცხოელი ტურისტები. ესეთი რაღაცა. ფესტივალი ზოგჯერ გრძელდებოდა 10 შემდეგ ისინი რჩებოდნენ ისეთ და ყავდათ. ეს ტრადიციად დამკვიდრდა ფესტივალი ანაკლიაში მეორე წელი, მესამე წელი და ჩვენ თავიდან გავაკეთეთ 2 სართული და შემდეგ უკვე მესამეც დავამატეთ, იმიტომ რომ ვერ აუდიოდით სტუმრებს, ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა და ამის აუცილებლობა დავინახეთ. შემდეგ ამას დაემატა პორტზე საუბარი და ეს პორტიც უნდა აშენებულიყო და ამ ყველაფერმა მოგცა ბიძგი, რომ ასე განგვევითარებინა ჩვენი ბიზნესი. ქალბატონო მარინა, დღეს როგორი არის ოპერირების შედეგები? მათ შორის უკვე სეზონი გიახლოვდებათ და ვის ელოდებით? ძირითადად დატვირთულობა, ასე ვთქვათ, რჩება ისევ, რომ მოდის ადგილობრივ მოსახლეობაზე თუ გამოჩნდნენ უკვე ტურისტები თუნდაც აი ამ პერიოდის განმავლობაში? არას ჯერჯერობით ტურისტი არ ჩანს, აი ბევრჯერ მითქვია რომ ბოლო 3 წელია ანაკლიაში ტურისტი არ შემოსულა როგორც ასეთი. ალბათ არ ვიცი ეს ნაკლებმა ცნობადობა, ნაკლებმა რეკლამამ, ან ფესტივალი რო არ ტარდება იმან გამოიწვია თუ რა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ადგილობრივი ვიზიტორების იმედად და სხვათა შორის ძალიან ვუმადლით ქართველ დამსვენებლებს, ძალიან
ძალიან მოკლე ჩვენ გვაქვს დასვენების კულტურა, არაჩვეულებრივები არიან, ჩვენ სერვისს აი აფასებენ იმ პატარა შრომასაც, არა ვართ ინფრასტრუქტურულად ზოგადად ისე მოწყობილი, მარტო ჩემს სასტუმროზე არ არის საუბარი. მთლიანად ანაკლიაში ის ინფრასტრუქტურა არ არის, რომ დამსვენებელს სრულყოფილი მივანიჭოთ, მაგრამ აი მიხარია, რომ ისინი ხედავენ ჩვენ როგორ ბოლომდე ვიხარჯებით და როგორ ვცდილობთ, რომ ასიამოვნოთ და შევუქმნათ საუკეთესო პირობები დასვენებისთვის. ჩემთვის აი კარის ღრუბს გადმოსული თითოეული სტუმარი არის ჩემი ახლობელი, ჩემი ნათესავი ხდება უკვე მთელი წლის განმავლობაში გვაქვს მიმოწერა, ვიცი ვინ სად წავიდა, ვინ დაწინაურდა, ვინ გათხოვდა და ასე შემდეგ და მე მადლობელი ვარ ქართველი დამსვენებლის, რომ ჩვენ არ მიგვატოვეს აი კოვიდის დროსაც, რომ კატასტროფა იყო ისევ თავიდან ბიზნესის ფეხზე დაყენება, ისევ ჩვენმა ქართველმა ხალხმა გადაგვარჩინა. მაგრამ ხო, რამდენად საკმარისია ქართველი ვიზიტორი იმისთვის, რომ სასტუმრომ სრულფასოვნად გააგრძელოს ოპერირება, თავის მხრივ ბიზნესია და შესაბამისად სწორება გაქვთ, რომ მოგებაზე გახვიდეთ. აი, ამას რამდენად ყოფნის ან საერთოდ რა დაკარგეთ ფინანსურ ნაწილში გულისხმობ, როცა მაგალითად ეს ფესტივალები გაუქმდა და თან მიჰყვნენ ის ვიზიტორები, რომლებიც ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ვიზიტორები არ ჩამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ის სულ რაღაც ერთკვირიანი ფესტივალი იყო, ბოლო 3 დღიანი იყო, მაგრამ მაინც გარდამტეხი იყო ეს ჩვენი ბიზნესისთვის. და ვისურვებდი, რომ ისევ დაბრუნდეს ანაკლიაში, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ადგილი არის საუკეთესო ფესტივალისთვის და აი კომორები იყო ბოლოს, არაჩვეულებრივი ორგანიზატორები, ჩემთან ცხოვრობდნენ ეს კომორების ორგანიზატორები, თავიანთი საქმის ბრწყინვალედ მცოდნე ხალხი. მე დაიხვეწა კიდე ამ ფესტივალზე ვინც ჩამოდის, ადრე ცოტა ისეთი ის თუ იყო, ეხლა აი ხარისხიანი მუსიკის მსმენელი ჩამოდის, რომელსაც მართლა აინტერესებს ესა თუ ის არტისტი და უნდა მას მოусმინოს და ვისურვებდი რა თქმა უნდა ვიზიტორი საზღვარგარეთიდან იყოს და უფრო მეტი ხალხი იყოს ანაკლიაში. ალბათ იქნება ისევ დავბრუნდებით ამ ფესტივალების სამყაროში, იმიტომ რომ ეს სასიცოცხლო აუცილებელია ჩვენთვის. ეხლა ხდება სამომავლოდ და დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ იქნება დღის მდგომარეობით ანაკლია განმუხურის ბულვარის მთლიანად რეკონსტრუქცია თავიდან ხდება სამშენებლო სამუშაოები, ეს ბულვარის გამაგრებითი სამუშაოები, კეთილმოწყობა და არ ვიცი ხლა ამინდებმა ცოტა ხელი შეგვიშალა და თუ მოესწრება ამ სეზონისთვის, მაგრამ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ხრივ მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის მერი, ზუგდიდის მერი კოდუა. აი ძალიან დაინტერესებულია, თვითონ არის ჩართული, ეთყობა უყვარს ანაკლია და როცა საქმე გიყვარს გამოდის. მანამდე საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა არანაირი ანაკლიას და რაც ეს ახალი მერი გამოჩნდა, თვითონ თავის თავზე აიღო ეს ამის კონტროლი და მარტო ის კი არა, რომ ფული გადარიცხო და ფონდი გამოყო, იმის უნდა აკონტროლო. თუ მაგრამ ქალბატონო მარინა, თუ პოპულარიზაცია არ მოხდა, თუ მარკეტინგული კამპანიები არ ჩაეშვა, რაც არ უნდა ინფრასტრუქტურა გააკეთო, ვერ გააგებინებ ხმას უბრალოდ ვიზიტორებს, რომ ეს აი ამ ნაწილში რამდენად გვიჭირს, რომ ანაკლია სწორად ვაპოზიციონირებთ. ძალიან დაბალია ანაკლის და აუცილებელია რეკლამა გააკეთდეს და ცნობადობის დონე ამაღლდეს. კიდე აი აუცილებელია ვისარგებლებ შემთხვევით და ბევრი გაიგებს ალბათ და იქნებ მივაწვდინო ხმა. ერთი აი ქსელური მარკეტის არც ერთი მაღაზია არ არის ანაკლიაში, წარმოიდგინეთ. არც ქსელური სააფთიაქო ქსელის არც ერთი წარმომადგენელი არ შემოსულა ანაკლიაში და ძალიან გვიკვირს, არ ვიცით რატომ ჩვენ ძალიან გვეშლება ამ ხრივ ხელი, იმიტომ რომ მივდივართ 35 კილომეტრი, ან უახლოესი არის 15 კილომეტრში და დროის ფასიც დროსაც ვკარგავთ და ამიტომ ძალიან აუცილებელია მეტი გასართობი ადგილები, კაფე-ბარები, რესტორნები და სერვისის უკეთესად გამართვა. და ვთქვათ აი ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ტურისტებიც გიწევთ ხოლმე რომ გაუშვათ 15 და 25 კილომეტრზე, როდესაც მაგალითად ქსელური მარკეტი სჭირდებათ, ან სააფთიაქო ქსელი სჭირდებათ, რაც პირველადი საჭიროებაა, ხო და არ არის ფუფუნების საგანი და შესაბამისად. ამაზე თუ გქონიათ კომუნიკაცია, ან თუ დაინტერესებულა ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესის ხმით, რა გიჭირთ, რა გილხინთ, თუ არის ხოლმე ამაზე საუბარი. აუცილებლად უნდა შევხვდეთ სეზონის დაწყების წინ, აი როგორც კი გამოიდარებს, უნდა შევხვდეთ ამ ადგილობრივ
საქართველოსაც და მერიის წარმომადგენელსაც და თვითონაც უნდა იყვნენ დაინტერესებული რა გვიჭირს ჩვენ და რა პრეტენზიები გვაქვს, რა მოთხოვნები გვაქვს, რაზე ვართ მადლიერი, ეს უნდა თითქმის ყოველ წელს ხდება ესეთი შეხვედრები, მაგრამ რამდენად ითვალისწინებენ ეს უკვე მეორე საკითხია. აი გვაქვს რაღაცები შენიშვნები და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი კომუნიკაციით ამ ყველაფერს მივაღწევთ. მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. აი გვირაბის ბოლოს რაღაც რომ ჟუტავს, ის უნდა ავაკაშკაშო და ვფიქრობ, რომ იქნება, როდესმე აკაშკაშდება და გავა ანაკლია ქვეყნის გარეთ ამის სახელი. მიუხედავად კიდე დამატებით შენდება პორტი, ეს მეგა პროექტი. ხო, ამის ეფექტზეც მინდა რომ მეკითხა აუცილებლად და თუ და ჩვენი ყველას ძალიან დიდი სურვილია რომ ეს პროექტი განხორციელდეს და ძალიან მალე განხორციელდეს, რაც მთავარია და როცა იქნება და იმედია რომ იქნება აუცილებლად ოდესმე, აი რა ეკონომიკურ ბენეფიტს ელოდებით, რა სარგებელს თქვენ როგორც ბიზნესი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ ტიპის, ამ მასშტაბის პროექტის, გარკვეულწილად ეს იქნება რეგიონული პროექტიც, ხო? მარტო საქართველოსთვის არ იქნება და შესაბამისად იქნება ყურადღება სხვადასხვა უცხოელი აქ არ ვიცი ინვესტორის თუ საერთაშორისო ვიზიტორის თვალსაზრისით გულისხმობ. რა თქმა უნდა, ამ შუა დერეფნის პროექტში ჩვენ მნიშვნელოვანი ადგილს დავიკავებთ და ამ ჩვენ ისტორიულ აბრეშუმის გზის გარკვეული ნაწილი რო ჩვენ ვიყავით, აი ეს ყველაფერი ჩემი ოცნება არის, რომ როგორმე დროულად, რა თქმა უნდა, ეს ოცნება ასრულდეს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა მიმდინარეობდა მე სეზონი ჩვენთან ხომ თავდება 15 სექტემბერი, მაქსიმუმ 20 და წელს 20 და 5 ნოემბერს წავედი აქ დავხურეთ სეზონი. ჩვენთან იმყოფებოდა ანაკლიაში პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა აზომვითი სამუშაოები კომპენსაციის მხრივისთვის ეს მიწები დაკანონებული ვისაც ჰქონდა უკვე რამოდენიმე კომპენსაციებიც მისცეს და ეს ერთ-ერთი კომპანია ცხოვრობდა ჩვენთან და აი თქვენ წარმოიდგინეთ უკვე 2 თვე მე მან გამიხანგრძლива მუშაობის სეზონი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. და ეხლა ვფიქრობ, რომ თუ გაკეთდება, შემოთავაზება მქონდა ისე პორტის ხალხის აი შუადღის ლანჩბოქსებზე, სასტუმროზეც იყო შემოთავაზებები და ეს მნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოსთვის იქნება პირველესად ძალიან ხელსაყრელი და ჩვენი კუთხისთვის, ამეგრელოსთვის და ანაკლისთვის თავისთავად. და თავის მხრივ იმედია რომ ბიზნეს ტურიზმსაც წაახალისებს რეგიონში, არა მხოლოდ დასასვენებელ ტურიზმს და პრინციპში ერთმანეთს დააბალანსებენ და მთელი სეზონის განმავლობაში. შიდა ტურიზმზე რო ვართ ჩვენ დამოკიდებული, ქვეყნისთვის რა ჩვენი ფულის შიგნით ტრიალებს და აქ უკეთესია გარედან შემოვიდეს ფული და იმ ტურისტმა მეტი დახარჯოს, რომ ბიუჯეტში მეტი შევიდეს. და თავის მხრივ ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გქონდეს სტაბილური ლარი, რაც არის თავი, ასე ვთქვათ, საზომი, თერმომეტრი ეკონომიკის. და ბოლოს მინდა რომ შევაჯამოთ და თქვენი როგორც ქალი მეწარმის ხედვა, мотиваცია გაგვიზიაროთ, რა უნარები სჭირდება მეწარმეს იმისთვის, რომ ასეთ საკმაოდ турბულენტურ გარემოში შეინარჩუნოს მდგრადობა იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, გეგმები ჰქონდეს, მიზნისკენ იაროს და ყოველ შემთხვევაში აი ამ გამოწვევების და მიუხედავად და მათი გათვალისწინებითაც არ შეაჩეროთ განვითარება. რა თქმა უნდა, აი ჩვენ სეზონი დახურული არა გვაქვს, უკვე ზრუნავთ შემდეგ წელს როგორ დავხდეს სტუმარს. იმიტომ რომ ჩვენთან თითქმის ერთი და იგივე წრეტყვი არის, ერთი და იგივე ხალხი ჩამოდის და აი სულ ვცდილობთ, რომ ახალი სიახლე დავახვედროთ და უნდა გქონდეს აი ბიზნესის ხედვა, რაღაცნაირად უნდა გქონდეს და ამისთვის ყოველთვის უნდა წინ მიდიოდე. თან უნდა იყოს ძალიან შრომის მოყვარე, აი ეს ბავშვობიდან მაქვს და ძალიან ვცდილობ ყველაფერს უნდა აკეთებდე მიზნის მისაღწევად და არ უნდა გეზარებოდეს. აი ჩვენ მთელი საოჯახო ბიზნესი გვაქვს, ხო? მთელი ოჯახი ჩართული ვართ და დამიფიქსირებია, რომ ზაფხულში აი ესე ვემსახურებით ყველა ჩვენ ვარ ჩართულები და პატარა ძაღლი გვყავდა პუდელი და ის დაგვდევდა და ვამბობდი რომ აი მართლა საოჯახოები ვარ ჩვენ ეხლა თქო და აი ასე რა ვიცი უნდა ყველაფერს აკეთებდე და მაქსიმალურად უნდა იღწოდე იმისთვის რომ მიზანს მიაღწიო.
ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ და ვიტყოდი, აი და გეგმებით მოკლედ შევაჯამოთ ახლა სეზონის გახსნის კვალდაკვალ, რას უნდა ველოდოთ თქვენგან? აი ეს ვიტყოდი ქალბატონებზე, რომ ზოგადად ეს სტაფის პრობლემა მთელ საქართველოს მასშტაბით, მთელი საქართველოს მასშტაბით არის, მაგრამ ანაკლიდან განსაკუთრებით ძალიან ბევრი ქალბატონია წასული ემიგრაციაში და მივესალმები და ჩემი თბილი სალამი ემიგრანტ ქალბატონებს. მინდა რომ ისეთი ქვეყანა იყოს ჩვენთან, რომ ყველა რომ აქ იყოს და აი დედა შვილებთან უნდა იყოს და აი იქ რა ანაზღაურებასაც იმ შრომის ფასად იღებენ, ის აქ შეუქმნათ და როგორმე აი ეს აუცილებელია რომ ყველა ქალბატონი დაუბრუნდეს ოჯახებს და შემდეგი ერთდებით აბსოლუტურად აი ამ მოწოდებაში. დიახ და გეგმები გვაქვს რაღაც უფრო გავციფრულდით წელს შემდეგ რას გულისხმობს ეს გაციფრულება? აი უფრო კომპიუტერიზაცია ონლაინ ჯავშნებს იღებთ აქტიურად ეგ კი, მაგრამ ყვების სფეროში ჩვენ ეზოში გვაქვს ღია კაფე-ბარი და სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობთ და სულ ვცდილობთ რომ აი ნატურალურზე გვაქვს აქცენტი და ვცდილობთ რომ ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ ჩვენ სტუმარს და აი ამ ხრივ ახლა წარმოიდგინეთ მე თუ დასაქმებული ვყავ სიტყვაზე 10 ქალბატონი მე ვასაქმებ სხვას იმითი რომ იქიდან ბოსტნეულის ყიდულობიქ რაღაცა და ეს უწყვეტი ჯაჭვია ერთმანეთთან გადაბმული და წელს მენიუსაც შევცვლით ალბათ შემდეგ გარეავეჯი ახალი და მოკლედ დიდი გეგმები და იმედები გვაქვს და ეს გისურვებთ ყველა გეგმის მიზნის დათქმულადაში მიღწევას და შესრულებას და წარმატება აუცილებლად თქვენ და ბევრი ვიზიტორი თქვენს ანგარიშზე. მარინა თოდუა თეთრი სახლი ანაკლიაში დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად სანამ რეკლამაზე გავალთ კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ პირველ კვარტალში მოგზაურთა საერთო რაოდენობა შემცირდა თუმცა ტურისტული ვიზიტები რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს უწყების ცნობით იანვარ-მარტში ქვეყანაში სულ 1.3 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. რაც შეეხება უშუალოდ საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებს, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს დარჩენას გულისხმობს, ამ სეგმენტში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სამთოში საქართველოს თითქმის მილიონი ტურისტი მიიღო. როგორ აისახა დინამიკა სტუმარ მასპინძლობის სექტორსა და როგორ აფასებს ტურიზმის ინდუსტრია პირველ კვარტალს ნახოთ სიუჟეტი მე კი რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით საქართველოს ტურიზმმა პირველ კვარტალში რეკორდული ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ 997,500 მეტი ტურისტი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით მეტია. საუბარია ვიზიტორთა იმ კატეგორიაზე, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე დიდხანს დარჩა. რაც შეეხება ზოგად ვიზიტორებს, სტატისტიკით მცირედი კლებაა საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობაში. იანვარ-მარტში ქვეყანაში სულ 1.3 მეტი ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მაინც პირველი კვარტალის მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებში 4%-ის ზრდა გვაქვს. ასევე ზრდა გვაქვს ძირითადად ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან, ისეთებიდან, როგორიც არის გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალი საკმაოდ მუშაობის შედეგად საკმაოდ პოზიტიური იქნება. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არსებული მონაცემები არაერთგვაროვნად ფასდება. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრები და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა და კერძო სექტორი ტურისტული ნაკადების რეკორდულ ზრდას ფიზიკურად ვერ გრძნობს. როგორც სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი განმარტავს, იანვარ-თებერვალში ტურისტული ნაკადების პოზიტიური ტენდენცია ნამდვილად შეინიშნებოდა. თუმცა მარტი-ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ომის გამო სრულად ჩავარდა და საეჭვოა, რომ პირველი ორი თვის მატებამ მარტის მკვეთრი კლება დააბალანსა. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა თუ ეს სიმართლეა, რომ იმ ორ თვეში ჩვენ იმდენად გავასწარით ყველა მონაცემს, რომ მარტის განმავლობაში მარტის სრული ჩავარდნის დროსაც კი იმ ორმა თვემ ის ერთი თვე გადააბალანსა. ძალიან კარგია თუ ეს სიმართლეა, უბრალოდ ფიზიკურად ჩვენ ამას ვერ ხედავთ და ვერ ვამოწმებთ.
კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით მას შემდეგ რაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, ფრენები თითქმის ყველა ძირითადი მიმართულებიდან, ინდოეთიდან, ემირატებიდან, კატარიდან და ისრაელიდან გაუქმდა. ძირითადი ბაზრების დაკარგვამ კი ტურიზმის ადგილობრივი ინდუსტრია აზარალა. ისრაელის შემთხვევა არის ძალიან, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის როგორც ფისკალური კუთხის, შემოსავლური კუთხის, ისე რაოდენობრივად ძალიან დამაზარალებელი. სეზონი მაისის 15 რიცხვიდან უკვე იწყება, აი ამ სიტუაციაში რამდენად იქნება ჩვენთვის ტურისტული რაოდენობა მისაღები, აი აქედან გამომდინარე იქნება უკვე შესაძლებელი შევაფასოთ თუ რა მომავალი გველის. ფრენები არ გვაქვს ინდოეთი, ფრენები არ არის დუბაი, კატარი, ფრენები არ არის ისრაელიდან, მარტის თვეში ვიძახი, ფრენები თითქმის არ იყო. თუმცა ნამდვილად მინდა დავადასტურო, რომ იანვარი-თებერვალის დაქონდა, თუმცა ფიზიკურად ფრენები არ ქონდა მარტში. ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ შემცირებაა საქმიანი ტურიზმის სეგმენტშიც. ამ პერიოდის განმავლობაში სექტორს ჯავშნების უდიდესი ნაწილი გაუქმდა ან გადაუვადდა. ამ დროისთვის მაის ტურიზმის მიმართულებითაც კვლავ ბუნდოვანება ნარჩუნდება. ყველა ჩვენც და მათ შორის კლიენტებიც ვართ მოლოდინის რეჟიმში, აი რაღაც დაპაუზებული, ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ჯავშნების კუთხით ამ ეტაპზე უფრო ხდება გაუქმება ან გადატანა. იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს ითვლება ერთ-ერთ უსაფრთხო მიმართულებად, მაგრამ ფრენებში ვართ შეზღუდული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფრენა ხდებოდა ახლო აღმოსავლეთის გავლით და ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე, რომ ახლო აღმოსავლეთის ფრენები ან დაგრძელდა, ან შეჩერდა, თან გაზრდილი არის, ესე ვთქვათ, საწვავის ფასი. ამის მიუხედავად ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტია. ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე ირანიდან, ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან. სამთოში ყველაზე მეტი ვიზიტი კი თურქეთიდან დაფიქსირდა და 298,000 გადააჭარბა. ესეთი დათვლის მეთოდები გვაქვს ჩვენ, რომ 24 საათს ვინც გადაჭდება, უკვე ტურისტია რეალურად. როგორც ესეთი თურქი ტურისტები აღმოსავლეთ საქართველოში ან განსაკუთრებით მთის კურორტებზე ნაკლებად არის. ფიზიკურად არ გვინახია ესეთი, ეს ის ხალხია, ვისაც ტურისტებად აგიქვას ჩვენი სტატისტიკა და არა რეალური ტურისტები, იმიტომ რომ ეს ხალხი 24 საათზე მეტხანს ნამდვილად არიან. თუ როგორ იქნება მიმდინარე წელი ტურიზმისთვის ამ ეტაპზე სექტორის წარმომადგენლებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ტურიზმის სექტორში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ჯავშნების აღდგენის პირველი ნიშნები კვლავ ისრაელიდან ჩანს. თუმცა ზაფხულის სეზონის პროგნოზირება რთულია, რადგან ყველაფერი რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ასევე სექტორში ელიან, რომ გაძვირებული საწვავის ფონზე კიდევ უფრო გაძვირდება ავიაბილეთები, რაც მოგზაურობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას თუ პირველ ბლოკში ლოკალური განვითარების სტრატეგიაზე ვსაუბრობთ ბიზნესის ჭრილში, ახლა გლობალური ინვესტიციებისა და კაპიტალის მოზიდვის თემაზე უნდა გადავინაცვლოთ. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებზე წვდომა და სწორი საერთაშორისო პარტნიორების პოვნაა. სწორედ ამ მიზნით ოპერირებს ორგანიზაცია Velus 360 Ventures, რომელიც ვენჩურული კაპიტალის საკონსულტაციო სერვისს წარმოადგენს გლობალური ინვესტორებისთვის და მსოფლიოს 8 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში და ცხადია საქართველოშიც, მათ შორის მოღვაწეობს. მათი მისია ეგრეთ წოდებული impact investing-ის, ანუ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ახალისებაა, სადაც ფინანსურ უკუგებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სოციალური და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა. Velus 360 Ventures მის ინვესტორთა და მეწარმეთა სინერგიას სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ტექნოლოგიებიდან და ჯანდაცვით დამთავრებული სხვადასხვა სექტორში მრავალფეროვანია შემონათვალი და მათ თავაზობს საწყის დაფინანსებას, მენტორშიპსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებს. უფრო მეტიც, ორგანიზაციას ქართულ ბაზარზე 2 ახალი პლატფორმა შემოჰყავს ესტონეთიდან და სამხრეთ კორეიდან. რა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეს ქართულ სტარტაპებსა და ბიზნესებს გლობალურ ასპარეზზე ჩვენი სტუმარია Velus 360 Ventures საქართველოს ოპერაციების ხელმძღვანელი ლია ფუტკარაძე, რომლისგანაც უფრო მეტ დეტალს შევიტყობთ. ლია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ასეთ საინტერესო ამბებით, რომ მოხვედით ჩვენთან და გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მინდა რომ
გამარჯობა, დღემშვიდობისა, ლიკა. დღემშვიდობისა. მადლობა მოწვევისათვის, ინტერესისთვის და ვფიქრობ ასევე უნდა შევაფასო ფანტასტიკური პრეზენტაციისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ რომ ხართ ჩვენთან ერთად და მინდა რომ თავდაპირველად არსის შინაარსის გაგებით დავიწყოთ და მივაწოდოთ სრულად რას გულისხმობს Wellnews 360 Ventures ჩვენს საქმიან მაყურებელს და აი ტრადიციული ასე ვთქვათ ვენჩურული კაპიტალისგან ეს გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირება რითი განსხვავდება, რა უპირატესობა აქვს და ზოგადად კონცეფციაც რას მოიცავს მთელი ამ პროექტის. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენ საქმიან მაყურებელს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც დღევანდელ დღეს ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიახლეები და ინოვაციები არის ყველა ბიზნესის თუ შემოქმედებითი სამყაროს, ტექნოლოგიური სამყაროს, საგანმანათლებლო სივრცისთვის საინტერესო თემა და დღეს თქვენთან მოვედი ძალიან მნიშვნელოვანი არამარტო ინფორმაციით, არამედ შესაძლებლობებით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში სტარტაპებისთვის, ბიზნესებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის. Wellnews 360 Ventures, როგორც აღნიშნეთ, ეს გახლავთ ვენჩურული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფარავს სოფლიოში ფაქტობრივად რამოდენიმე კონტინენტს, ანუ აზიას, ევროპას, აფრიკას, ამერიკას და ახლო აღმოსავლეთს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს და დღესდღეობით უკვე რომ პირველი ინფორმაცია რაც შემიძლია მივაწოდო მსმენელს და საქმიან ადამიანებს არის ის, რომ ამ კომპანიის საბაზრო წილი უკვე საბაზრო ღირებულება უკვე 100 მილიონს უტოლდება. შესაბამისად თვითონ კომპანიის მისია, მისი კონცეფცია დაფუძნდა შემდეგი პირობებით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ინვესტიცია, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც Wellnews 360 Ventures განახორციელებს, დაფუძნებული იქნება უკვე ღიად გაცხადებულ 12 ღირებულებებზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Wellnews 360 Ventures უკვე აქვს კაფე განაცხადა ამბიცია, რომ სამეწარმეო ეკოსისტემის გლობალიზაცია მოახდინოს. აი საინტერესო არის საქართველოს როგორ მოხვდა აი ამ გაერთიანებაში ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის ამერიკა, სამხრეთ კორეა და ასე შემდეგ, ხო? ბოლოს და ბოლოს მათ შორის ეკონომიკურად მოწინავე ბაზრებზე გვაქვს საუბარი. ნამდვილად უდაოდ და ის პროდუქტებიც, რომელიც შემოდის საქართველოში და შემოყავს ფაქტობრივად ტოპ განვითარებულ ქვეყნებიდან არის და ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ, თუმცა აქვე განმარტავ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ამ კომპანიამ. მოგიხსენებათ, რომ ჩემი საქმიანობის ძირითადი საქმიანობა, რომელსაც საურსა გლობალი წარმოადგენს, უკვე წლებია მუშაობს მეწარმეებთან და ადგილობრივ შრომითი ბაზრის განვითარების მიმართულებით უკვე სთავაზობს მომხმარებლებს და კომპანიებს კარიული განვითარების საკონსულტაციო სერვისებს და ეს კარიული განვითარების საკონსულტაციო სერვისები მხოლოდ არ ეხება ინდივიდებს, არამედ ეხება ორგანიზაციებს, რომელსაც ჭირდებათ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე უწყვეტი შრომა. ამიტომაც ჩემი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა ინტერესი, რომ საქართველოს ყოფილიყო არა მხოლოდ ესე ვიტყოდი საგანმანათლებლო ჰაბი, არა მხოლოდ ინვესტორებისთვის საინტერესო თავიანთი ინვესტიციების დაბანდების და ფინანსური სარგებლის და მოგების მიზანი, არამედ ვფიქრობ, რომ აი ჩემი დაკავშირება Wellnews 360 Ventures-თან იყო ის, რომ ეს არის ფულის დაბანდება მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის, არამედ ისინი მონაწილეობენ ისეთ პროექტებში, ისეთ სტარტაპებში, რომელიც ქმნის სოციალურ კეთილდღეობას და თავიდან ახსენეთ კიდევაც, რომ გავლენა, რომელიც ფარავს უკვე ფართო სოციუმს, ფართო ბაზრებს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს კეთილდღეობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად ჩვენ აუცილებლად ვისაუბროთ სისტემების უკვე განვითარებაზე, ისე რომ საქართველოში მცხოვრები ასე აღნიშნავ, სამუშაო ზალა ასევე გახდეს მიმზიდველი
სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისთვის და ქართულ სტარტაპებს და ქართულ ბიზნესებს განსაკუთრებით ჩვენ აღვნიშნეთ კიდევაც value 360 venture-ში, რომ ეს არ არის მხოლოდ უკვე არსებული ბიზნესები, არამედ ასევე მზარდი ახალი სტარტაპები, რომლებსაც ჭირდებათ ნამდვილად მყისიერი, ესე ვიტყვი ხოლმე, რომ დახმარება და მხარდაჭერა და რომელსაც value 360 venture-ს უკვე ახორციელებს და ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი სფერო. ანუ მისი უნიკალურობა ზუსტად გამოიხატება იმით, რომ ყველა სფერო ენერგეტიკის სფერო, ჯანდაცვის სფერო, განათლების სფერო, ტექნოლოგიების სფერო, სოფლის მეურნეობა, აბსოლუტურად ყველა სფერო არის მისი ინტერესის. და გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ფართო დიაპაზონი იშლება ინდუსტრიული დაფარვის თვალსაზრისით, საინტერესო არის ძირითადად ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან რომელ სექტორებზე არის მიმართული საქართველოში? ამ ეტაპზე ძირითადი მიმართულებები, რაც უკვე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ეს არის საგანმანათლებლო მიმართულება, ასევე ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ, აი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, რომ ბიზნეს ინდუსტრიაში value 360 ventures უკვე შექმნილი აქვს ინვესტორთა ფონდი, რომელიც აკავშირებს უკვე სხვადასხვა ქვეყნებში სტარტაპერებს, რომლებიც არიან მიზანდასახულები, რომ თავიანთი პროდუქტი გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ბაზრებზე და აი ეს მასშტაბირება იყოს უნიკალური ნიშა values ventures და ის რომ ინტერესი საქართველოს მიმართ ფაქტობრივად არის ძირითადი განათლება, ენერგეტიკის სფეროთი არიან დაინტერესებული, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის პროექტები, სხვათა შორის ეხლა მიმდინარეობს ძალიან მსხვილი პროექტი აფრიკაში, რომელიც არის ესტონური მოდელის, ესტონური ბიზნესის მხარდაჭერა უშუალოდ აფრიკის ქვეყნებში იმისათვის, რომ ნიადაგის განოყიერება მოხდეს და ფაქტობრივად თანამედროვე აგრიტექ ესეთი პროექტია, მსხვილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ნიადაგის მიწის ფერტილიზაცია, ნიადაგის განოყიერებით შესაძლებელი იყოს მაღალი მოსავლიანობა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ მოსავლიანობაზე, ცხადია მისი ასე ვთქვათ ნიშა არის, რომ მაქსიმალურად ეს იყოს მომგებიანი, ამავდროულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს პირდაპირ პროპორციულად კავშირშია სიღარიბის დაძლევასთან. კი ბატონო. და აი ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ რამდენიმე თემა ჩავატიოთ. ერთი დიახ მინდა რომ კი დამატეთ მნიშვნელოვანი რამ რაც სტარტაპერების და ინვესტორებისათვის საინტერესო არის, რომ ეს არ არის მხოლოდ seed funding, ანუ ტრადიციული დაფინანსების წყაროების მოძიების სივრცე, არამედ ისინი, ანუ values ventures დამოკიდებულება არის, რომ არა მარტო ინვესტირება, არამედ მართვასა და გაზღულაში მხარდაჭერა, რომ ის გახდეს უფრო ძლიერი და თანამონაწილეობის პრაქტიკები გააჩნიათ უკვე წელს ესტონეთში ძალიან მსხვილ სტარტაპ ივენტზე ჩვენ ვიყავით ჟიურის წევრები და ერთ-ერთ ესტონურ ციფრულ პლატფორმას აღმოვუჩენთ 120,000 ევროიანი მხარდაჭერა და ვფიქრობ, რომ ეს მოდელი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინვესტიციების მოძიებასა და ფულის გაბანდებას, ასევე ითვალისწინებს მათ საკონსულტაციო სერვისად მხარდაჭერას, განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას და იმ კავშირების დაფუძნებას, რომელიც სულ აღნიშნავთ ხოლმე, რომ აი ეს სამეწარმო ეკოსისტემა იქნება მყარი გლობალურ ბაზარზე. და დღეს უკვე საქართველოში ჩვენ ვიწყებთ ორი მსხვილი პროდუქტის შემოტანას. ხო, აი სანამ ამ პროდუქტებზე გადავალთ, მინდა რომ ეს ინვესტორების, მეწარმეების ურთიერთობის თემა ამოვწუროთ და ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, რომ არის ანტრეპრენერების ძალიან დიდი ბაზა, ინვესტორების ბაზაც და თავის მხრივ ხდება ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება. მოდი აქეთ ამ მხარეს მინდა შევხედოთ უშუალოდ მეწარმეების პულზე რომ კონცენტრირდეთ, როგორ შეუძლიათ ქართველ ბიზნესებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ასევე სტარტაპერებს, რომ გაწევრიანდნენ, მოხვდნენ აი ამ რიგებში, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ?
კი ბატონო, შვენიერი კითხვა, იმიტომ რომ ეს საოპერაციო პროცესები იმართება უკვე ადგილზე, ლოკალურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში ჩვენ გვყავს ჩვენი ბიზნეს იუნიტები, ან ჩვენი წარმომადგენლობა, დაინტერესებულ მეწარმეს, სტარტაპს, უკვე მოქმედს, ან ვისაც უკვე სურს რომ თავისი იდეისთვის მოიძიოს დაფინანსება, შეუძლია მოგმართოს ელფოსტის მეშვეობით, ხდება onboarding-ი, რაც ნიშნავს რომ ჩვენს უკვე ამ ფონდში გაწევრიანება, სამისოთ ჩვენი დამფუძნებლები უკვე ხდება მათთან გასაუბრება და ჩვენ ვაფორმებთ მათთან შეთანხმებას რომელიც ითვალისწინებს იმ დაკავშირებულობას და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ორივე მხარეს გაგვაჩნია და პროცესი უკვე როდესაც მოხდება შეთანხმების გაფორმება, ეს წერილობითი სახით, შემდგომში ვიწყებთ უკვე ამ დაფინანსების მოძიებას და ეს მოძიებაც არის ძალიან მარტივი პროცესი, რადგანაც ვფიქრობ, რომ Value 360 Ventures უნიკალურობა ამაშია, რომ დაინტერესება არის როგორც აი ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ამერიკა ნამდვილად არის ტოპ ქვეყანა ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით, თუმცა არანაკლებ საინტერესოა სამხრეთ კორეა, არანაკლებ საინტერესოა შვეიცარია და საფრანგეთი, რომლებიც დღეს ასევე დაინტერესებული არიან საქართველოთი და ცხადია ესტონეთში ჩვენ თანამშრომლობთ უმსხვილეს ბიზნეს კომპანიასთან, ლანმერთან, რომელიც უკვე შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს რომ ის ტექნოლოგიური მხარდაჭერა, ტექნიკური მხარდაჭერა აღმოჩნდეს დაუყოვნებლივ. კი ბატონო. ლია, ცოტა დრო გვაქვს ძალიან, 2 წუთი გვაქვს ფაქტობრივად არჩენილი და მინდა რომ აუცილებლად მოვასწროთ იმ ორ ახალ პლატფორმაზე საუბარი, რომელიც სულ მალე შემოვა თქვენი მეშვეობით საქართველოში, ესტონური და სამხრეთ კორეული. ეხლა ყველაფერი გვაინტერესებს ამაზე, რა ფინანსური მოდელია, რა ტექნოლოგიური უპირატესობები აქვს, ზოგადად რა ტიპის პროდუქტებზე არის საუბარი. კი ბატონო. პირველი დავიწყებ ესტონეთიდან, იმიტომ რომ ესტონეთი გახლავთ ჩვენი სათაო ოფისი და საწყისი Value 360 Ventures განვითარების და ესტონური კომპანია Sparkly HR ეს არის ავტომატიზირებული ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიებს თავაზობს ადამიანური კაპიტალის მოზიდვა, შენარჩუნებისა და განვითარებას. და რა იგულისხმება ამაში? ფაქტობრივად საქართველოში დავაკვირდებით ყველაზე ყველას საუბრობთ რომ ბიზნესებს და დასაქმების სივრცეებს უჭირთ თანამშრომელთა შენარჩუნება და ძალიან დიდია გადინება სამსახურებიდან სამუშაო ძალის. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ამის საწყისი პრობლემები შეიძლება როგორც არის სოციალური და ეკონომიკური, თუმცა ინსტიტუციურ დონეზე ვუყურებთ ჩვენ ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებას და მას განვითარებას. ამიტომ Sparkly HR არის გამორჩეული პლატფორმა იმით, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით კომპანიის ხელმძღვანელებს შეუძლიათ გუნდის ისეთი შეფასება, ეს არის სრულად ავტომატიზირებული პროცესი და გუნდის შეფასება ხდება ზუსტად ესე ვთქვით task based assessment, ანუ სამუშაოს დაფუძნებული, დავალებებზე დაფუძნებული შეფასება ხდება ჩვენი გუნდის და შესაბამისი გაწოლებების მიღება. რატომაც არის მნიშვნელოვანი ეს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ადამიანების სრული პოტენციალის გამოყენება არ ხდება და ადამიანები იმყოფებიან უმრავლეს შემთხვევაში იმ საქმიანობაში, სადაც შესაძლოა მათი პოტენციალი და მათი სურვილები და მათი უნარები არ არის თანხმდაში ბაზრის მოთხოვნასთან მიმართებაში. ან პირიქით კომპანიის მიერ დააყენებული განსაზღვრული დავალებები შეიძლება არ იყოს სწორად შეფასებული შესაბამისი სამუშაო ძალის მიმართებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა სწორად შეაფასონ ის სამუშაო, რომელზეც ხდება დასაქმება და შეამცირონ გადინება კომპანიებიდან, რაც
უზრუნველყოფს ცხადია სტაბილურობას და კომპანიების ეფექტურობას. ეს პლატფორმა მოკლედ რადგანაც დრო ცოტა გვაქვს და მეორე პლატფორმაზე უნდა ვისაუბრო. ერთი წუთი გვაქვს და მოკლედ რომ ჩავატიოთ მეორე პლატფორმაზე. ერთი წუთი დაგვრჩა სულ დრო. დამსაქმებლებს საქართველოში განსაკუთრებით ალბათ აღსანიშნავია რომ ეს დამსაქმებელი მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ დამსაქმებლებზე არ არის საუბარი, ეს შეიძლება იყოს საშუალო და მცირე ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ სამუშაო ძალის, ადამიანური რესურსებს აღარ ვიყენებთ, სამუშაო ძალის სწორად დაგეგმარება და მისი ეფექტიანობის და ეფექტურობის ზრდა შრომის ბაზარზე. მეორე პლატფორმა ეს გახლავთ STEMINOKIS, ეს არის სამხრეთ მოკლედ ძალიან, იმიტომ რომ აღარ გვაქვს დრო და ძალიან მოკლედ გითხარი. საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული დაწყებითი სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლებისათვის მათემატიკური უნარჩვევების გაძლიერების და განვითარებაში და აქვე ვიტყვი, რატომ არის ეს პლატფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ბაზარზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით PISA-ს მონაცემებს, ერთის მხრივ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ გჭირდება მეტად განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ეს დაკავშირებული არის ისეთ საბაზო უნარებთან, რომელიც გულისხმობს როგორც ვერბალურ, ისე მათემატიკურ უნარებთან და ვიტყვით, რომ სამხრეთ კორეა არის ტოპ ქვეყანა, რომელიც მუდმივად იკავებს ინოვაციებს ტექნოლოგიებში და მეცნიერებაში წამყვან როლს, ამიტომაც ამ პლატფორმის ავტორის მისია არის, რომ ხელმისაწვდომი გახდეს მათემატიკის სიყვარული და ფუნდამენტი ჩაუსახოს, რომ ჩვენ გვყავდეს მეტად მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში ჩართული თაობები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეიძლება, რომ რაც ქვეყანაში ხო ჩვენ გვჭირდება, როგორც ტექნოლოგიების მინიმუმები, ადამიანური კაპიტალი, ისე ფაქტობრივად ყველა მეცნიერებაში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ლია, სამწუხაროდ ყველანაირ დროს გადავაჭარბეთ. სრულდება უკვე ჩვენი გადაცემა და იმედი მაქვს და თქვენს გექნებათ ძალიან მალე გასაზიარებელი სიახლეები, საინტერესო ამბები და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი შემდეგ მივაწოდოთ თქვენთან ერთად ჩვენს მაყურებელს. მადლობა ლია ფუტკარაძეს. ლია ფუტკარაძე, ველუს 360 Ventures საქართველოს ოპერაციების ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. მადლობა მას საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. დღევანდელი ქალების ნარატივი კი ამით დასრულებულია. მე ხვალობ და გაბშტობებით.